სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე მოკლული ჯარისკაცებისთვის დონალდ ტრამპი ირანს შურისძიებას ჰპირდება და ამბობს, რომ შესაბამისი დირექტივები ომის მდივანსა და გაერთიანებული შტატების მეთაურს უკვე მიეცათ. საგულისხმო, რომ დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა ბოლო დღეების განმავლობაში 17-ს მიაღწია, რაც აღემატება 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის პირველი ტალღისას დაღუპულთა მაჩვენებელს. პენტაგონი საუბრობს დაახლოებით 430 დაშავებულ ჯარისკაცზეც, რომელთა ნაწილის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას მაგიდაზე ახლა ბევრი ვარიანტი უძევს, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვაშინგტონისთვის ყველაზე ხელსაყრელი ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა, ანუ იმ სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე, რომლებითაც თეირანი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისკენ ახორციელებს დარტყმებს. პარალელურად ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით რევოლუციურ გუშერთა კორპუსი აცხადებს, რომ ისლამური ქვეყნის სამხედროებმა კვლავ დაარტყეს ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებს, საჰაერო თავდაცვისა და თანამგზავრულ სისტემებს, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა ჰაიმარსის გამშვებ პუნქტებს. ირანული მხარის თანახმად შეაჩერეს 2 ნავთობტანკერი, რომელიც ცდილობდა ჰორმუზის სრუტის სახიფათო სამხრეთ მარშრუტის გავლას. მოვლენები ამგვარად ვითარდება იმ ფონზე, როდესაც ირანის შინაგანსაკმათა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა. ქვეყანაში, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მთავარი მომლაპარაკებელია და ფაქტობრივად ანულირებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი. განსხვავებით ამერიკელი პოლიტიკოსებისა, ანალიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ ვაშინგტონს ვარიანტების მრავალფეროვნება აქვს. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის თქმით, რეალურად რეგიონში მოვლენათა განვითარების მხოლოდ 2 ვერსია არსებობს, თუმცა არც ერთი არაა კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის მომგებიანი. პირველი ვარიანტია სამხედრო ოპერაციის მასშტაბური ესკალაცია, რაც სავარაუდოდ 10,000-ობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ჩართვას მოითხოვს, რათა ირანში საკმარისი ტერიტორია დაიკავონ და შეინარჩუნონ, რაც უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო დარჩეს. ამ სცენარს ძალიან დიდი რისკები ახლავს. ამასთან ბევრი გაურკვევლობაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ასეთი ნაბიჯი საბოლოოდ იმ მიზნების შესრულებას, რომელთა მიღწევასაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს. მეორე უკიდურესობაა ხანგრძლივი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა, რომელიც დიდი ალბათობით უფრო არახელსაყრელი იქნება, ვიდრე ობამას ადმინისტრაციის მიერ დაახლოებით 10 წლის წინ დადებული ირანის ბირთვული შეთანხმება. სავარაუდოა, რომ ასეთი შეთანხმება აღარ მოიცავს ირანის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამას, მის რეგიონულ მარიონეტულ დაჯგუფებებსა და შესაძლოა ამ ეტაპზე ბირთვულ პროგრამასაც კი სრულიად აღარ შეეხოს, რადგან მთავარი ყურადღება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი. ანალიტიკოსის აზრით, ირანზე ამ დარტყმების სადამსჯელო ხასიათს, თუ მართლაც უნდა გამოიწვია ის, რომ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო ხელსაყრელი პირობებით დაბრუნებულიყო, ეს აქამდეც მოხდებოდა. მისივე შეფასებით, საბოლოოდ ამერიკამ სტრატეგიულ მიზნებს მნიშვნელოვან ნაწილში ვერ მიაღწია, მიუხედავად ბოლო თვეებში გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ განადგურებულია ისლამური ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები. რეალობა კი სხვაგვარია. ამ ეტაპზე ჩემი შეფასებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დახარჯა თავისი საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, ისევე როგორც მისმა ბევრმა რეგიონულმა მოკავშირემ და პარტნიორმა. ამჟამად შევედით ისეთ ციკლში, სადაც ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ არც ერთ მხარეს მკაფიოდ არ განუსაზღვრავს თავისი სტრატეგიული მიზნები. კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობს ძალადობის ამ ახალი ტალღით. ამიტომ დიახ, ეს ძალიან არასტაბილური და სახიფათო პერიოდია. დეესკალაციისთვის აუცილებელი იქნება, რომ ერთმა ან ორივე მხარემ შუამავლობის გზით ან მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით იპოვოს გზა დაძაბულობის შესამცირებლად. ახლა მთავარი კითხვა ისიც, გამოიყენებს თუ არა ირანი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე ზემოქმედების დამატებით გაცილებით რთულ ბერკეტს და მოახდენს თუ არა წითელი ზღვის ბლოკირებას, სადაც გლობალური საზღვაო ტვირთის 15, ხოლო კონტეინერული გადაზიდვების 30%-ის ტრანსპორტირებაა უზრუნველყოფილი.